ორშაბათი დილა, დაახლოებით 12 საათი, ვაიმყოფები ვაკის პარკში და ვიღებ კიბეებიდან დაწყებული ვაკის პარკს და რატო, აბა მოდი გამოვისვათ, რატომ დამჭირდა მე ვაკის პარკის გადაღება შუადღის 12 საათისათვის. არა, იმიტომ ნამდვილად არ ვიღებ, რომ ნაგავი ვნახო ან ფანტანი გადავიღო. უხალხობა, ნახეთ. კანტიკუნტად გახსოვთ აქ რა ხდებოდა ადრე. მთელი სტუდენტობა, მთელი ბავშვები, სიცარიელი, აბსოლუტური კატასტროფა. და რვისთვის აკეთებენ ამ პარკს? ვიტყვი და ხმამაღლა ვიტყვი. ესენი დააკვირდებიან, რომ ვაკის პარკმა ფუნქცია დაკარგა და ამ პარკს გაგვინადგურებენ, ჩააყენებენ სახლს. უკვე ვიღაცის სახლი რო გახვიდეთ, აი იქით არის ტუალეტები, აი იქით. და ტუალეტების გვერდზე უკვე ვიღაცის სახლი არის ჩადებული. თუ არ დაკვირვებულ ხართ, გირჩევთ ნახოთ. ამიტომ აი ამ სიცარიელეში აი ვინ რა პერსპექტივა ელოდება ვაკის პარკს. გთხოვთ კომენტარებში, თუ გექნებათ რამე სურვილი, დააკომენტაროთ. თქვენი შეხედულებაც საინტერესოა. მადლობა.